ყველაზე ისეთი კომპაქტური დასახლება გახდათ ფრანს კონტეს რეგიონი, სადაც იყო მონბელერ აბოდანი, სოშიოდეკური და ვალენტინე, სადაც ძირითადად მოთავსებული იყო სიმკა კრეისლერისა და პეჟოს ქარხნები, სადაც მუშაობდნენ მამაკაცთა უმეტესობა. ასევე ორი რკინის მაღაროებში, ქვედა ნორმანდიაში თქვენ ხედავთ, აქაც რკინის მაღაროებში მუშაობდნენ ქართველები, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე იასამნის ფრაქციის შეფერილი რაც არის ქალაქები, იქ შედარებით მცირე რიცხოვანი იყო ქართველთა დასახლება. ვინაიდან ყველაზე დიდი დიასპორა იყო პარიზში და საფრანგეთში ყველაზე მეტი მოსახლეობა სწორედ ქართველები სწორედ პარიზში იყვნენ, ამიტომ ყველაზე უფრო მჩქეფარე ცხოვრება პარიზში იყო. ამის შესახებ მე აღარ ვილაპარაკებ თავობის სურათი, რომელიც ბელგიურ გაზეთში იყო დაბეჭდილი, თქვენ აქ ხედავთ. ქვემოთ საელჩოს წევრები, ვინაიდან საელჩო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უმასპინძლა ჩასულ ქართველებს და მისამად საშუალება რომ ხელშეკრულებები თუ ისე ემუშავათ საფრანგეთში და შემდეგ ზრუნავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. რაც შეეხება ეს ქართულ სოციალ-დემოკრატთა დემოკრატიული მთავრობის წევრთა და მათ ახლობელთა ჯგუფს, აქ ძალიან ბევრი ცნობილი მთავრობის წარმომადგენელია, რატომაც აქ არ არის ნოე ჟორდანია და აქ ზემოთ თქვენ ხედავთ ორ ადამიანს, ეს გახლავთ ვახტანგ ღამბაშიძე, ქართული საფესტომოს თავმჯდომარე ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, ხოლო ალექსი მდივანი გახლავთ საელჩო შემდეგ გადაკეთდა წარმომადგენლობად და მისი მდივანი გახდათ, როდესაც 34 წელს გაუქმდა საელჩო, ტოლვილთა ოფისი ჩამოყალიბდა საელჩოს პირველი მდივნის სოსიპატრე ასათიანის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გახდათ ალექს მდივანი. ეს გახლავთ ლეგაციის ლოგო, ანუ მთავრობის თავისი მისამართით. აქ საუბარი იყო გრიგოლ ფერადის დამსახურებაზე და მის ღვაწლზე, გარდა ამისა აქ წარმოდგენილი არის სხვადასხვა ჯგუფები, ეროვნულ დემოკრატების, დარაზმულობა თეთრი გიორგის მოგეხსენებათ. ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნა პარიზში, ინტერპარტიული საზოგადოების ბიუროს გარდა იყო უამრავი სხვადასხვა დაჯგუფება და ყველას ჰქონდა თითქმის თავისი გამოცემა. ეს გახლავთ თეთრი გიორგი, თეთრ გიორგელთა გამოცემა. აქ ძალიან მოკლედ ორი სიტყვა მინდა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი კოლონია არსებობდა პარიზში, სამწუხაროდ ქართული სკოლის შექმნა ვერ მოხერხდა და ბავშვები ძირითადად ოჯახში სწავლობდნენ ქართულს, ვისაც მშობლები ქართველები ყავდა, დედათ ქართველი ყავდა, ეს ბევრად უფრო ადვილი იყო, მაგრამ უფრო რთული იყო მათთვის, ვისაც დედა არაქართველი ყავდა, ამიტომ თავიდანვე მიაქციეს ყურადღება ამ საკითხს. სხვადასხვა 24 წელი იყო გარდამტეხი პერიოდი, იმიტომ რომ 24 წლის შემდეგ ემიგრანტები მიხვდნენ, რომ ასე ადვილად დაბრუნება შეუძლებელი იყო და სასწრაფოდ რაღაცა გაკეთებული იყო, რომ ახალგაზრდობას სამშობლოს ხატი არ დაეკარგა ემიგრაციაში, ხოლო ახალთაობას ენა არ დაეკარგა და ქართული მენტალიტეტი. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია დავით ხარისჭირაშვილის ღვაწლი, რომელიც ქართულ ბიბლიოთეკაში უფასოდ ასწავლიდა ქართულ ენას, მეორე მსოფლიო ომამდე ის ომში დაიკარგა და სოფიო კედიას, სპირიდონ კედიას მეუღლის წვლილი, რომელმაც შექმნა ქართული კერა, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ ჯერ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ხოლო შემდეგ ამზადებდნენ მათ უკვე მოზრდილ ასაკში. აქ თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი, ვინც ემიგრაციას იცნობს ოჯახები, კოკი დადიანის ოჯახი თავისი ბავშვებით, გიორგი გვაზავას ოჯახი, ლეო კენსელიძე, ოთარ და დავით გირიზალდა სტანიშვილები და ასეთი ბავშვები ძალიან ბევრი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არ შექმნილა, საბედნიეროდ ძალიან ბევრმა შეინარჩუნა მენტალიტეტი და შესანიშნავი მაგალითები ამ შემთხვევაში ქალბატონი ქრისტინა და ბატონი ოთარი გახლავთ. გარდა პოლიტიკური ცხოვრებისა და მოგეხსენებათ საფრანგეთმა გარდა იმისა, რომ თავშესაფარი მისა ქართულ მთავრობას და ლტოლვილთა დიდი ნაწილი მიიღო, ძალიან დიდი დახმარება გაუწია საერთაშორისო ასპარეზზე და ყოველთვის იყო ქართველთა ინტერესების დამცველი. ხოლო კულტურული ცხოვრება განსაკუთრებით საფესტომოს ხელშეწყობით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს გახდა სხვადასხვა დარგში ეს კულტურული მოღვაწეობა. აი მაგალითად 34 წელს შექმნილი შალვა ნებერიძის მიერ
ქართული დასი, რომელიც არამხოლოდ სპექტაკლებს გავდა და არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ რამდენიმე სპექტაკლი მან გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც გაიტანა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა, გარდა ამისა ეს ლიტერატურულ საღამოებს და სხვადასხვა შეკრებებს აწყობდა. აქ გახლავთ ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ გადაღებული ფოტო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო 38-39 წლებში, თუმცა მუშაობა უფრო ადრე დაიწყო რუსთაველის და ვეფხისტყაოსნის 750 წლის იუბილე, რომელიც დიდი ტრიუმფით ჩატარდა მთელ ევროპაში, გამოიცა უამრავი ნაშრომი, ითარგმნა ძალიან ბევრ ენაზე და მათ შორის გახლავთ ბალმონტის მიერ თარგმნილი, სხვათა შორის ეს პირველად საფრანგეთში გამოიცა 33 წელს და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდა სტალინი და უკვე გამოიცა საბჭოთა კავშირში. და ეს უამრავი გამოცემა იყო ვეფხისტყაოსნის, აქ რამდენიმეა მოყვანილი და გარდა ამისა ემიგრანტების მიერ შესრულებული ნახატები, იმიტომ რომ საღამოები ტარდებოდა და იქ ყოველთვის იყო გამოფენილი პორტრეტები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სპორტული საზოგადოება შევარდნის დაარსება, იმიტომ რომ ქართველები მიჩვეული ვიყავით ამ ბავშვების ტარებას ზღვაზე, ზაფხულში, მთაში, ასე შემდეგ და პარიზის პირობებში ძალიან რთული იყო ბავშვების დასვენება. ამიტომ ამ შევარდნებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. გარდა იმისა, რომ პირველად სატარბარიჯო სექცია ჩამოყალიბდა, შემდეგ სხვა სექციები ჩამოყალიბდა, მაგალითად სასპორტო საზოგადოება შევარდნის ფეხბურთელთა გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში იღებდა და კალათბურთელები მონაწილეობას და მე ჩატარდა ესეთი კემპი, შეიქმნა კემპინგის სექცია, ქირაობდნენ სპეციალურ აღჭურვილობას, კარებს და ბავშვები, ახალგაზრდები გაყავდათ ქალაქგარეთ და ასვენებდნენ ხოლმე. თქვენ აქ ხედავთ 26 მაისის აღნიშვნას ეროვნულ დემოკრატთა ოფისში პარიზში. ქართულში ეს ახალი ივერია გახლავთ ეროვნულ დემოკრატთა გამოცემა და საქართველოს გუშაგი და იყო ასეთი ჯგუფიც, ქართულ ფაშისტთა დარაზმულობა. ჩვენ ახლა ფაშიზმი ხშირად გვაშინებს, მაგრამ არაჩვეულებრივად საინტერესო ხალხი იყო ამ დარაზმულობაში, ძალიან საინტერესო პროგრამა ჰქონდათ, ისინი იტალიური ფაშისტის მიმდევრები იყვნენ და ძალიან საინტერესო ჰქონდათ წარმოდგენილი მონარქიის აღდგენა საქართველოში. დღესასწაულებთან და სომნის დღეებთან, აი ესეთ საზეიმო დღეებთან ერთად აუცილებლად ტარდებოდა გლოვის დღეები, ეგრეთ წოდებული თებერვლის თვეში, ანუ ოკუპაციის და აგვისტო-სექტემბერში 24 წლის აჯანყების დამარცხების დარგი. აქ თქვენ ხედავთ იდა კვინიტაძეს და გიორგი ოდიშელიძის ქორწილს. იდა კვინიტაძე გახდათ საქართველოს მხედართმთავრის ქალიშვილი, ხოლო გიორგი ოდიშელიძე ერთ-ერთი გენერლის მაშინდელი საქართველოსი. თვითონ გიორგი ოდიშელიძე გახდათ უცხოური ლეგიონის ოფიცერი. ქართული ემიგრანტები ლევილში, მოგეხსენებათ ლევილში ყველა არ ცხოვრობდა ემიგრანტებიდან, მაგრამ ძალიან ხშირად ამ დღესასწაულების ამ მნიშვნელოვანი თარიღების დროს ჩადიოდნენ. 26 მაისი, ეს ცოტა გვიანდელია, ეს მოსაწვევი უფრო ადრინდელი ვერ ნახე, ეს გამოცემები, ჟურნალ-გაზეთები და წიგნები უამრავი გამოდიოდა თვითონ პარიზში, ლევილის ქართველთა სასაფლაო და გლოვის დღეები, ამ შემთხვევაში ქაკუცა ჩოლოყაშვილის პანაშვიდი და კარლო ჩხეიძის დასაფლავებაზე ჩვენი მთავრობის წევრები. და ასეთ დღეებში მეგობარი ერების და ფრანგების მებშიც იღებდნენ მონაწილეობას. აქ წარმოდგენილი არის რა საქმიანობდნენ ქართველი ემიგრანტები პარიზში. უნდა გითხრათ, რომ დამეთანხმება ბატონი ოთარი ქართულმა ემიგრაციამ, მე მგონი ძეგლი უნდა დაუდგას ტაქსს და მაწოლს, იმიტომ რომ ეს ორი თავარი საქმიანობა იყო. აი თქვენ ხედავთ მაწვნის წარმოებაში ჩამულ ემიგრანტებს და დავით ვაჩრაძე, რომელსაც ხუთები უჭირავს, რითაც მაწონი გადაგქონდა. დიდი შემოსავალი მაწოს შეიძლება არ მოქონდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი შეღავათი იყო ქართული ემიგრაციისთვის. ტაქსი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ენის უცოდინეობის პირობებში, ხოლო მესამე სფერო ქართველი მამაკაცების ეს იყო უცხოური ლეგიონი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ბევრი სამხედრო ჩავიდა მაშინ ევროპაში, დიდი ნაწილი პოლონეთმა მიიღო, მაგრამ ნაწილი საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. უნდა გითხრათ, რომ ამ ლეგიონში სახელი გაითქვა ძალიან ბევრმა, ჩვენ ახლა უკეთესად ვიცნობთ დიმიტრი ამილახვას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მაგალითად გიორგი ოდიშელი, ივანე ვაჩრაძე, რომელიც 4 გვილი არის საფრანგეთის მისი სახელობის სამხედრო სკოლაში მის სახელობის დარბაზი არსებობს, ნიკოლოზ ამილახვარი, ლუკერესელი და სხვა. ეს არის ძალიან საინტერესო ფოტო. დიმიტრი ამილახვარი, მე აღუნილი მქონდა, რომ დიმიტრი ამილახვარი და
ნიკოლოზ თოხაძე, როდესაც საერთოდ უცხოური ლეგიონის რაზმები არ მონაწილეობდნენ სამხედრო მარშებში. მაგრამ 39 წელს, როდესაც უკვე დელტის უნი ტრიალებდა ევროპაში, სპეციალურად ჩამოიყვანეს 2 ლეგიონი და მე მოსმენილი მაქვს ერთი ძველი ემიგრანტისგან, რომ ქართველები ვიდექითო და ისეთი ბედნიერები ვიყავით, რომ 2 ულამაზესი ვაჟკაცი მოუძღოდა ამ 2 ლეგიონს. აშისკრისა და ხელისუფლები ქონდა დაწესებულიო და შემდეგ როდესაც მიქელს ანუ გენერალს ვინ ჩამოიყვანა ეს 2 ჯგუფი გურო პარიზის მერმა საფრთხე უთხრა კი მაგრამ რა უცხოელები ჩაუყენეს სათავეში ფრანგები ვერ ჩააყენეო რა ვქნა ესენი ყველაზე კარგი გყავს და ამიტომ ისინი ჩაუყენეს სათავეშიო და ეს ლეგენდა დადიოდა მაშინდელ ემიგრანტებში აქ წარმოდგენილი არის ქართველი კვლევარები და მეცნიერები და მათი ძალიან ცოტა გამოცემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამდენიმე სტამბა არსებობდა ვალენტინეში, პარიზში და გამოიცემოდა უამრავი წიგნი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიუხედავად იმისა რომ ქართული პასპორტი შეინარჩუნეს ჩვენმა ტოლვილებმა და ასეთ პირობებში ძალიან რთული იყო საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიიღეს და რაიმე წარმატებისთვის მიაღწიათ მიუხედავად ამისა მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს ბევრ დარგში ურიკიუთი ბოლო სლაიდზე გადავდივარ ექთიმე თაყაიშვილზე, ზურაბ აღანიშვილზე, ვიქტორ ნუზაძე მე აქ არ ვლაპარაკობ ეს ძალიან ცნობილი სახელები არის არა მხოლოდ ქართულ არამედ ევროპულ მეცნიერებაში გრიგოლ დიასამიძე, რაფიელ ივანიცკი ინდულოს შესახებ ვილაპარაკა, გიორგი ნაკაშიძე და ალექსანდრე ქართველიშვილმა დაიწყო საფრანგეთში და შემდეგ ამერიკული ავიამრეწველობის მამა გახდა. აქვე წარმოდგენილი არიან პირველი დიპლომატიური და მე გაილაპარაკებს ალბათ მისია, რომელზეც ჩვენი ცნობილი მოღვაწეები არიან წარმოდგენილები და წერლები და პოეტები. და ბოლოს ხელოვნების დარგში მიხეილ ნაზობაშვილი და მიშელ დარიალი, რომელიც ოპერის პარიზის ოპერის ცნობილი ტენორი გახდათ, ფელიქს ვარლამიშვილი, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი მხატვარი გახდათ და მისი ნახატები ინახება ცნობილ გალერეებში, მიხეილ ბილანიშვილი, ვერა ფაღავა, ბალეტის მეტრი ამერიკული ბალეტის დამაარსებელი გიორგი ბალანჩივაძე, ანუ ჯორჯ ბალანჩინი მან დაიწყო თავისი მოღვაწეობა პარიზში, თამარ თუმანიშვილი 11 წლის იყო, როდესაც პირველ ქართულ შეკრებებზე გამოდიოდა და ეს მისი ფოტო გახლავთ ბები ბალერინების როლში. მარიამ ალიხანაშვილი, ანუ მარიამ მერიკო, ცნობილი კინოს და თეატრის მსახიობი, რომელიც უამრავ ფილმშია გადაღებული და საბჭოთა კავშირში შემოდიოდა ეს ფილმები. ერეკლე ორბელიანი, ერეკლე მეორის შთამომავალი და ცნობილი პიანისტი, რომელიც ამერიკაში გადავიდა შემდეგ, მერი შერვაშიძე გახდათ მოდელი. ასევე მოდელი გახდათ რუსუდან მდივანი თანშესანიშნავი მოქანდაკე ის სერჟ ლიფართან ერთად არის გამოსახული, რომელიც მან გამოაქანდაკა. აი ძალიან მოკლედ ის ცნობილი მოღვაწეები, მე წიგნი და წიგნს ვამთავრებ საფრანგეთის ქართული ემიგრაციის შესახებ და იქ უფრო ცლად იქნება ყველაფერი ეს წარმოდგენილი. ახლა გითხოთ პროფესორ ტარია ფუტკარაძეს